დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 500 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ იმსჯელეს დეპუტატებმა. ასევე საკრებულოზე საუბარი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული საკითხები საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. დღეს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. საკრებულომ განიხილა 4 მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი საკითხი ეს არის სოფელ მერიაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემის თაობაზე იმ მიზნით, რომ სოფელ მერიაში აშენდეს ამბულატორია, რომელიც მოემსახურება იქ მჭიდროდ დასახლებულ მოსახლეობას და არა მარტო მერიის მოსახლეობას და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ასევე ჩვენ განვიხილეთ საკრებულომ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიღებული იქნა ამის შესახებ გადაწყვეტილება. ასევე მნიშვნელოვანი ეს იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობის პირველი კვარტლის გეგმა, რომელიც იქნა დამტკიცებული